Asta იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ობოლაძემ გაგვაცნო, მადლობა დიმა. ფონდმა ქართული გალობა გამორჩეული ოსტატები დააჯილდოვა. ფონდის მიერ დაწესებული წოდება და ჯილდო გამარჯვებულებს 6 ნომინაციაში გადაეცათ. გალა კონცერტი რუსთაველის თეატრში უკვე მეორედ გაიმართა. ფონდი ქართული გალობა შარშან ილია მეორის თოთრო კურთხევით დაფუძნდა. ფონდმა შეარჩია 6 ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, ფოლკლორის წინაშე, სიმღერა გალობის წინაშე, ცეკვის წინაშე და ვინდა რომ მათი სერიოზული ძალიან მოგზალებით დავაფასოთ ეს ხალხი. ფონდი გადასცემს საკმაოდ სოლიდურ ჯილდოებს. ფონდი ქართული გალობა სწორედ ხელოვნების კულტურის მხარდაჭერისათვის შრომობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ერთ-ერთი ჩვენი ღირებულებების გადარჩენისათვის, ასევე ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ამით თუ შევძლებთ მსოფლიოს მრავალხმიანობაში, მსოფლიოს კულტურულ მრავალფეროვნებაში ღირსეულად წარმოვჩნდეთ.